კახეთის რეგიონში თურქულის საგაზაფხულო პროფილაქტიკური ვაქცინაცია დაიწყო. სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია პროცესს ადგილზე დაესწრო. უწყების ხელმძღვანელმა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას მესაქონლეობის დარგის განვითარებასა და პროფილაქტიკური ვაქცინაციის აუცილებლობაზე ისაუბრა. თურქული მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელიც მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზარალს იწვევს. როგორც დარგის სპეციალისტები განმარტავენ, დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად საჭიროა პირუტყვის ვაქცინაცია წელიწადში ორჯერ ჩაუტარდეს. კახეთის რეგიონის პარალელურად ეს პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. სრულიად საქართველოს მასშტაბით იგეგმება დაახლოებით 1.200.000 მსხვერპლად და 700.000 მსხვერპლად პირუტყვის ვაქცინაცია. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ მოსახლეობისთვის, რადგან დაავადების გამომწვევმა შეიძლება საკმაოდ გაანახევროს, მოდით ესე ვთქვათ, მათი პროდუქტიულობა, შესაბამისად მოსახლეობას ვთხოვთ, რომ თავისი ინტერესებიდან გამომდინარე დაეხმაროთ ჩვენს ვეტერინარებს პროცესის რაც შეიძლება სწრაფად და უმტკივნეულოდ მიმდინარეობაში. დღესვე სოფლის მეურნეობის მინისტრი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროს ესტუმრა, სადაც ალოობა დაიწყო. ხორბლის მოსავლის აღება რეგიონში უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. ჩვენ ყოფილებით ახლა მაღაროში, დღეს აქ მოხდა 14 ლავშეჯიშის გამოცდა ხორბლის, ასეთი რომ პირველ განხორციელდა შემოდგომაზე, მანამდე განხორციელებულა. ამ 14 ჯიში არის როგორც ევროპული, ასევე ამერიკული ქართული რუსული ჯიშები. ჩვენ ვაპირებთ რომ მომავალწელსაც მოვახდინოთ ჯიშთა გამოცდები, უკვე სისტემური მიდგომა იქნება და გამოიხდება ახალი ჯიშები, რათა მაქსიმალურად ეფექტურად მოხდეს ლავშის მოყვანა.